მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, რომელსაც მე თენგოლმანიძე უძღვები, ხოლო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან ქართველთა დიდი გაერთიანების დამფუძნებლები, ბატონი დემურ გიორხელიძე და ბატონი დავით ჭაბუკაშვილი. მოგესალმებით ბატონებო, უმეცნადობა რომ ჩვენ სტუდიაში ხართ სტუმრები. მინდა ვისაუბროთ იმ თემაზე, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად გახდა აქტუალური, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე ამ სტუდიაში, არაერთი ეთერი გვაქვს ასე ვთქვათ, ჩვენ ჯგუფს ამისთვის დათმობილი, გულისხმობთ კრწანისის ტყეპარკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, არაბიზაციის პრობლემას, როგორც ხალხმა შეარქვა აი ამ საკითხს, საუბარი არის იმ არაბულ ინვესტიციაზე, რაც ითვალისწინებს კრწანისის ტყეპარკის ადგილას, დიდი მშენებლობის მოწყობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ყველამ კარგად ვიცით, როგორც არ უნდა ეს მთავრობა საპირისპიროს გვემტკიცებდეს და გვარწმუნებდეს, აქ აშენებული კომპლექსი არანაირად არ იქნება ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს ყველასთვის ცხადია, ყოველ შემთხვევაში მოსახლეობის დიდი ფენებისთვის, ეხლა იქ რაღაც ელიტარული ჯგუფები თუ შეიძენენ გარკვეულ უძრავ ქონებას, ეს რა თქმა უნდა არ არის ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო. მინდა რომ ამ თემაზე ვისაუბროთ, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც უკვე ცნობილი ხდება, უკვე მიმდინარეობს იქ და იწყება სამუშაოები აქტიურ ფაზაში, თქვენ ორგანიზაციას ჰქონდა უკვე აქტივობაც საპროტესტო აქციაც გაიმართა ადგილზე. თუმცა თავიდან თქვათ უშუალოდ აი პრობლემის აღწერაზე რომ შევთანხმდეთ. ალბათ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რაში ვხედავთ პრობლემას, რატომ მიგვაჩნია ზოგადად ეს პრობლემა, რატო არ მოგწონს ეს ინვესტიცია, თუ შეიძლება ზოგადად ამას ინვესტიცია უწოდოთ და რა არის პრობლემის ძირითადი არსი. ბატონ დემურ, თქვენგან დავიწყებ საუბარს და მოგესალმებით. მოდით ყოველგვარი ემოციის გარეშე, რაიმე პოზიცია, ოპოზიციის გარეშე რა მდგომარეობაში ვართ. უბრალოდ გავიაზროთ არაფერი. დემოგრაფიული კატასტროფაა საქართველოში. უბრალოდ კატასტროფაა. მეორე მხრივ არის მიგრაცია უზარმაზარი. 100,000-ობით ადამიანი ბოლო 3 წლის განმავლობაში, ახლა ბოლო წლის ციფრს თუ ვერ ვიგონებ უცებ, დაახლოებით 300,000-ზე მეტი ადამიანია გასული ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. რესურსი საქართველოში ადამიანების დიდი არ არის. 2-3 წლის მერე კიდევ ასე რომ გაგრძელდეს 300-400,000 კაცით ეთნიკური ქართველი შემცირება თავისთავად კატასტროფული იქნება. მაგრამ მოსახლეობის რაოდენობა არ იცვლება. პირიქით. საქართველოს დღევანდელი პირიქით გაზრდილია 4 მილიონამდე. დიახ, საქართველოს დღევანდელმა უკანონო და არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ხელისუფლება არ არსებობს, არის უზურპირებული ხელისუფლება ერთი ადამიანის მიერ, ის არის ხელისუფლება. მე არაფერს არ ვამბობ, ახლა კონკრეტული პირი, მე ვამბობ ფაქტზე, რომ ერთ ადამიანს უზურპირებული აქვს ხელისუფლება, რომელიც განაგებს მთელ სახელმწიფო სტრუქტურას და ამ სიტუაციაში მან მისცა უფლება თავის თავს, რომ გამოეცხადებინა, რომ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გაიზარდა 300,000-ით. ცხადია, ეგერ არის წლების განმავლობაში სიკვდილიანობის სტატისტიკა, დაბადებულების სტატისტიკა, გაცილებით მეტი კვდება წლებია, ვიდრე იბადება. მაშინ გეკითხებით, ესე იგი, ამ მიგრანტების ძირითადად ამ რომ იტყვიან აფრო-არაბული ქვეყნებიდან უზარმაზარი რაოდენობით შემოსული მიგრანტი, შემოსული კი არა, შემოყვანილი. ეს ის არ არის, რაც დღეს ესპანეთის იმ ანკლავში არის კრიზისი, რომ მაროკოდან 60,000 კაცი დაფლეთილ არაფრის მქონე და ნავებით. აქ არავინ ასე არ შემოდის. არავინ დაფლეთილი არ არის, არავინ არ არის. ყველა შემოდის იმ ქვეყნების სპეცსამსახურების იმ კვოტით, რა კვოტაც საქართველოს სპეციალურმა უწყებებმა გადასცეს.
საქართველოს სპეციალურმა უწყებებმა რა კვოტებიც გადასცეს ამა თუ იმ ქვეყანას, ძირითადად აფრო-ამერიკულ ქვეყნებს, მათი სპეცსამსახურების მიერ შემოშვებულია. დაგვიდით იმ ბიჭებს ახალგაზრდებიან ძირითადად კონსორცია. ტანადი, ახოვანი, სპორტული აღნაგობის ხალხი და ასე შემდეგ. ოჯახები ქალებთან ერთად არიან, მათი გამრავლების ხარისხი სხვა არის, 5 წლის შემდეგ ჩვენ ვიქნებით სრული კატასტროფის წინაშე. ესე იგი, მიგრაცია და იმიგრაცია არის საშინლად დადებითი, უფრო მეტი შემოდის ვიდრე და ეს აისახა ოფიციალურად და ამ დროს ხელისუფლება გვიცხადებს, რომ უნდა ააშენოს ორი ქალაქი და არავის არ დაუმალავს, მათ შორის იმ არაბული ფირმის წარმომადგენელს, რომელიც ტელევიზია იმედში იჯდა, პირდაპირ ახსნა, რომ ჩვენ მდიდარი არაბები უნდა შემოვიყვანოთ, რაც ნიშნავს მდიდარი კაცი, აბა 250,000 და 9 მილიონს ბინაში რომ მიცემ შეძლებული მდიდარი კაცი ხარ, ხო? რა თქმა უნდა. ესე იგი, რა გამოდის? ადამიანებს მიეცი საშუალება ოფიციალურად, არალეგიტიმური, მაგრამ ოფიციალურად ეყიდათ, ისინი ხლით არ მოსულან, იარაღით არ მოსულან, მოვიდნენ ფულით. ქართველებში კი თუ თვითონ ქართველებში ფულისადმი სიყვარული მანიაკალურია, ამიტომ ქვეყანას გაყიდიან, იმიტომ რომ ეს ტრადიცია ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ. მაგრამ მე მინდა ყურადღება გავამახვილო და თქვენს გადაცემებს ძალიან გონიერი ხალხი უსმენს და მე მინდა თქვა ეს არ არის არაბიზაციის. ჩვენ არასდროს არ ვახსენებთ ამ სიტყვას არაბიზაციას. ეს არის შირმა ფარდა, რომლის უკან გაცილებით ღრმა პროცესი იმალება და ამ არაბების წინა პლანზე წამოწევა საკმაოდ კარგად დაგეგმილი, ძალიან ცნობილი ადამიანების და ხალხის მაღვალაკური აზროვნებიდან მოდის. მით უმეტეს მე არაფერს ვამბობ ჩვეულებრივ ხალხზე, ისინი არაფრით განსხვავდებიან სხვა ხალხებისგან და ჩვენგან, მაგრამ მე ვსაუბრობ იმ იდეოლოგიზირებულ ჯგუფებზე, რომლებსაც ძალიან დიდი და მანიაკალური იდეები აქვს. თუმცა ეს იდეები თამზე ემხობათ უკვე ამ ირანის მოვლენების შემდეგ. ასე რომ ეს არის პოლიტიკური პროექტი. მე თავისუფლებას მივცემ ძალიან მშვიდად თქვა, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც საქართველოში უნივერსიტეტში სადაც მუშაობ, წაკითხული მაქვს ფინანსების თეორია იმ სუპერ დონეზე, რომელიც არის ტოპ უნივერსიტეტებში, წაკითხული მაქვს ფინანსური მენეჯმენტი არა ისე როგორც ეს არის, წაკითხული მაქვს ინვესტიციების თეორია, რომლის მსგავსი საქართველოში არასდროს არ წაკითხულა. მე ყველა ადამიანს, ვინც სახელისუფლებო ფრთას წარმოადგენს და გამართლებას აკეთებენ, მე დაუჯდები ყველას პროფესიულ დონეზე სასაუბროდ, იმიტომ რომ არ არსებობს რაიმე მონახაზი, მონაცემი, ან შეიძლება იყოს ასეთი რამ, მოდით რომ ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით ეს პროექტი იყოს მოგებაზე გათვლილი. მოგება იქნება, ვინც ააშენებს, მაგრამ ეს არ არის ეს მიზანი, ეს არის პოლიტიკური მიზანი. ამ პოლიტიკის მთავარი მიზანი არის დღესავით ნათელი. ქართველებმა მალე კონტროლი უნდა დაკარგონ ამ ქვეყანაზე. ეს არის ანი და ჰოე მთელი ამ ქართული უკანონო ხელისუფლებების პოლიტიკისა, ეს არის გარედან თავს მოხმული პროექტი და კიდევ ერთი რამ, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება ვერ იღებს ხმას. ვერ იღებს ხმას, იმიტომ რომ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც მესვეურია თავისი ქვეყნისა. სამ რაიმეს ყოველგვარი განხილის გარეშე ითხოვს ევროკავშირი. ჩვენ ხო გვინდა, შინ ხო მივდივართ, არა? შინ ევროპისკენ მივდივართ, ხო? არა და ეს ევროპა სულაც არ არის ის ევროპა, რომლისკენაც შეიძლება გინდოდეს წასვლა. სამი რამ არის, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებმა და ჩვენ პირველ რიგში საქართველოზე საუბრობთ, ის რასაც არ ამბობს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ არის დიდი წნეხის ქვეშ და თვითონაც მარიონეტს
რაკნას არის ის ღიად გადადგას ნაბიჯი და გადადგა უკვე ნაბიჯი ეშინია ქართული ხალხის რეაქციის ეს ასეც მოხდება უარი უთხრას და ევროპას წარმოგიდგენთ თქვენ 64-ს უპირისპირდები ხო 64-ს რომელიც არის მისტრები და იმდენად დააჩლუნგე შენი ახალგაზრდების და შენი ეგრეთ წოდებული ინტელიგენციის ნაწილი რომ რაღაცას აპროტესტებენ და შინ ევროპაში მიდიან და ჩელებინსკში არ უნდათ ხო კრეტინიზმის უმაღლესი დონე რა სიტყვის ევროკავშირი ეს ღიად უნდა იცოდეს ყველამ დანარჩენი იფიქრეს თუ ქართულ ხალხს ეს უნდა ქართული ხალხი ამას არ შეეწინააღმდეგება და ყველაფერს დავასრულებთ პირველი მიწები უნდა გაიყიდოს უცხოელებზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ეს არის სამი უალტერნატივო არც ისმენენ ხო გინდა ევროპა მაშინ იყავი ასეთი აბა მეორე ეს არის სრული თავისუფლება და არანაირი შეზღუდვა LGBT თანამეგობრებისა თავისი აღლუმებით რუსთაველი იქნება თუ ქუთაისი თუ რუსთავი რას მოვესწარეთ რომ ქუთაისში შეიძლება ამ ზეწავიდეს გეი ეს დიახ ისინი არ მალავენ და მესამე ყურადღებით გთხოვთ სრული შეტევა ეკლესიას ეკლესია უნდა მიყვანილი იმიტომ გააჩინეს ეკლესიაში პრობლემები და პატრიარქის არჩევნებაც უჩვენა პრობლემის მთავარი არსი რაც არის იქაც გაჩნდნენ მეუფეები რომლებიც ღიად იღებენ LGBT იდეოლოგიას და ასე შემდეგ ამ თემას არ უბრალოდ არის ეკლესიაზე შეტევა. თავარი მიზანი იქნება ის, რაც თავის დროზე ვერ გაბედა სააკაშვილმა, თუმცა რევოლუციის შემდეგ მას რამდენიმე დღეში შეუტანა ერთ-ერთმა მისმა თანამებრძოლმა ბჭყალებში, რომ ეკლესიის დაშლაზე. 3-4 ეკლესია დაშლა, 3-4 საპატრიარქო და ასე შემდეგ. აი ეს სამი მოთხოვნა არის, რომლის წნეხის ქვეშ არის ხელისუფლება, რომელსაც მოწონს ეს წნეხი. მაგრამ ეშინია იმისა, რომ ქართველები ამას შეეწინააღმდეგებიან. აი ეს არის ეხლა ბატონ დავითს გადავწე და რატო გეუბნებით ქართულთა გაერთიანება, როცა ჩვენ ინიციატივა გავუკეთეთ, აბსოლუტურად ხალხმა რომელიც იმ ასაკში ვართ, რომლის იქით უკვე ბოლოთაობა არის, ჩვენ მალე წავალთ და გვინდა რომ ეს ტრადიცია შენარჩუნებული იყოს ქვეყნებში, ეს არც პარტია, არც საჯარო რეესტრის ბეჭედი გჭირდება, ეს არის ყველა ქართველი საღი ადამიანის გაერთიანება. მე გთხოვთ ყველას, ვისაც თქვენი ქვეყანა გინდათ, ადამიანებს შეიძლება რაღაც სისუსტეები აღმოაჩნდნენ და შეიძლება ამ გაერთიანებაში მოსულმა ადამიანმა ვიღაცას წაეჩხუბოს ან რაღაცა. არა, ეს არ არის. აქ ჩვენ აი ბატონი დავითი და მე ვარ კიდე გეგლა გობეჩია არის შესანიშნავი პიროვნება. ნამდვილად. ბატონი როჭეკაშვილი და არაფერი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ეს ქვეყანა, ჩვენ გვინდა შეიქმნას ის სიტუაცია, როდესაც საქართველოში საქართველოს განწყობის ხალხს მოვიყვანთ ხელისუფლებაში და ახალგაზრდა თაობას გადავცემთ ამას ყველაფერს და ისინი შემდეგ გააგრძელებენ. ამიტომ გთხოვთ ქართულთა დიდი გაერთიანება არ არის არც ჩემი გაერთიანება, არც დავითის გაერთიანება, არც გიგლას და არც ხვების. ჩვენ გვინდა ყველა საღი ადამიანი, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით ეს დაწოლა არ მოხდება მიწების გაყიდვა, LGBT და ეკლესია დაინგრევა საქართველოს დანგრეული იქნება. ეს სამწუხაროდ ბევრი უფეს არ ესმის ეკლესიის წიაღში, იმიტომ რომ ამ ათწლეულებმა ცოტა შეუცვალა, შენ ან ემსახურები ღმერთს, ან ემსახურები მამონას და აქედან ალტერნატივა რომელია? მე მგონი სასულიერო პირობისთვის არ უნდა იყოს ეს ალტერნატივა. კი ბატონო, ბატონ დავით, თქვენთან გადმოვალ კითხვით აი ამ ინიციატივის ამ ასე ვთქვათ ინვესტიციის ირგვლივ კითხოთ ისევ როგორ დგას საკითხი, რო აუხსნათ მაყურებელს. ამ შემთხვევაში პრობლემას ჩვენ ვხედავთ ინვესტიციაში, რომელიც არის არაბული ქვეყნებიდან კონკრეტულად მოსული
თუ აი მაგალითად იგივე დამოკიდებულება გვექნებოდა ეს რომ არ იყოს არაბული და იყოს არ ვიცი ან ინგლისური, ფრანგული, რუსული თუნდაც ხშირად ეხა ჩვენ ვშევალოთ რუსეთებს გვეძაღიან საერთოდ ჩინური და ასე შემდეგ. თუ აი ეს პრობლემას რაში ვხედავთ? აქვს თუ არა ამ პრობლემას აი ეს ეთნიკური შემადგენელი თუ ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ვიქნებოდეთ ამ ყველაფრის წინააღმდეგი? მადლობთ მოწვევისთვის, მიესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა თქვენ. ჩემთვის პირველ რიგში გაუგებარია რატომ აკეთებენ აქცენტს მხოლოდ ქალაქების ან სოფლების მშენებლობაზე. ეს არ არის არც მრეწველობა, ეს არ არის არც უბუქი მრეწველობა, არც ძიმი მრეწველობა, ასე ვთქვათ, არც სოფლის მეურნეობა, ეს სოფლის მეურნეობის განვითარება. ეს სულ სხვა მიზანს ისახავს. რა უშლიდათ ხელს 35 წლის მანძილზე ჩვენ ვინც ვიბრძოდით საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირმა იარსება 70 წელი და საბჭოთა კავშირის დრო სამწუხაროდ ახლა მეც ვიბრძოდი მის წინააღმდეგ, ხო? მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის, რომ უზარმაზარი ათასობით გიგანტური ფაბრიკა ქარხნები აშენდა, მეტროპოლიტენი აშენდა, ქალაქი რუსთავი აშენდა. ამათ 35 წლის მანძილზე ერთი ფაბრიკა და ქარხანა არ აუშენებია და ახლა ქალაქს გვიშენებენ. მით უმეტეს რომ კომერციული საიდუმლო გახადეს და ბატონადემური კარგად იცის ეს ფინანსური პროექტია, კომერცულია თუ რაც არის, მაგრამ როდისმე გინახავთ რომ მიეწვიათ ტელევიზიაში და ხალხს გასაუბრებოდნენ ან ესეთ სპეციალისტებს, ვისაც ახლა მსოფლიოში მართლა ჭკუა მოეკითხება, ამ დარგში ერთ-ერთია ჩემი აზრით ბატონი დემურ გიორხელიძე, ხო? დიდი პროფესიონალია. გინახავთ სადმე მოიწვევენ რაღაცა საკუთარი კლუბის ექსპერტებს რაღაცა ისეთებს, რომელსაც მართლა წარმოდგენა არ აქვს არც ეკონომიკაზე და არც მრეწველობაზე, საერთოდ ქვეყნის განვითარებაზე. მეორე საკითხია ის, რომ დემოგრაფიულად ვართ უმძიმეს მდგომარეობაში, ხო? რა მიზანს ისახავს თვითონ გამოაცხადეს, რომ 60% ამ ქალაქში მინიმუმ იქნება უცხოელი. რატო რა მიზანს ისახავს ეს, რომ ჩვენი დემოგრაფია კიდევ უფრო დამძიმდეს? რატო უნდა დამძიმდეს? და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა აქ არაბები რომ დასახლებიან 100,000 დოლარს. ეს 2-3 წელიწადში კიდევ ხო ისინი კიდევ ჩამოიყვანეს ხებს, ხო? დასაყრდენი ექნებათ, გესმით? თავის ახლობლებს შეუწყობენ ხელს ყველას, ხო? ანუ ერთგვარ პლაცდარმი შეიქმნება უკვე მომავალი. რა თქმა უნდა. თან არ ახმოვანებენ ახლა მარტო წანიშის ტყეპარკი კი არ არის. დაცამალი რა გაგვახარე რა იტყვი. თან მარტო წანიშის ტყეპარკი კი არ არის, უკვე რუსთავში იქით გადადიან რომ საუნივერსიტეტო ქალაქიც უნდა აშენონ ვითომ. თქვენ მამაცხონებულებო, უნივერსიტეტის აშენება თუ გინდათ. გპ-ს და იმას რო აერთებდი და არ გამოგივიდა ტექნიკური უნივერსიტეტი. ტექნიკური უნივერსიტეტში 14,000 ამცირებენ აბიტურიენტს და 8,000 ტოვებენ და მაშინ რა შეესაქმე? რატომ გაჩნდა აუცილებლობა რომ რუსთავში გაკეთდეს საუნივერსიტეტო ქალაქი? იმისთვის ხომ არა რომ არაბებისთვის კიდევ ამას აკეთებენ, ხომ? დამატებით საცხოვრებელი შექმნა. რა თქმა უნდა, აი აქ არის ზუსტად დამარხული საიდუმლოებები და მექანიზმი. და ან როგორ შეიძლება, როდესაც ამხელა ინვესტიცია შემოდის ქვეყანაში, რომელიც არის საქართველოს დაცნობილია ჯერ 6.3, ხო? საქართველოს ბიუჯეტის წლიური ნახევარი წარმოიდგინეთ, თქვენ თლიანად აყირავება შეუძლია ყველაფრის, ამის გასაიდუმლოება შეიძლება. ხო, აი აქ რა აქვს მთავრობას არგუმენტი საინტერესოა. ჩვენ კი მოვისმენთ რაღაც კომერციულ საიდუმლოებებზეა საუბარი, ასე თუ ისე ხა ჩემ პროფესიიდან გამომდინარე იურისტი ვარ, მეც მესმის რას ნიშნავს კომერციული საიდუმლოება და რა ნაწილში შეიძლება ამას საიდუმლოება ეწოდოს. თვითონ ის ფაქტი, რომ საზოგადოებაში არის მღელვარება ამ პროექტის ირგვლივ და ხელისუფლება ესე ჯიუტად მაინც ასაიდუმლოებს, ეს ხო პირიქით უფრო ეჭვის გამოწვევა. პატიოსანი რო იყოს ეს ხალხი, ხო თვითონ უნდა ცდილობდეს, რომ პირიქით გახსნილი კონდეს, გამჭვირვალე კონდეს ყველაფერი, რომ აგერ ბატონო, არაფერი საშიში არ ხდება და აღარ იღებებს ხომ ეს ხალხი. ხო, აი თუნდაც ახლა ავიღოთ რაჭაში ის რო გოლეთენდესენ რო აპროტესტა ის პროექტი ხომ გახსოვთ? კი ბატონო. ჩაიშალა ხო სახელმწიფოს რამდენი დაუჯდა ეს? რამდენი მილიარდამდე დაუჯდა ჯარიმის გადახდა. არაფერი არ გაკეთებულა, ხო? ამაზე პასუხისგებელი ვინ არის, რომ ქვეყანა ასეთ დონეზე დააზარალეს?
ქვეყნის ბიუჯეტის კინაღა 10% დაზარალდა სახელმწიფო. და პასუხს არავინ არ აგებს. ხო, ეს ხო არასერიოზული ახლა. სახელმწიფო მედიაც ჩვენ შეიძლება გითხრათ რომ აი ჩასაფრებული ხარ თუ არა, მაშინ გამოდით და ახსენთ როგორ შეიძლება პრემიერის სახელზე შეიტან განცხადებას პასუხს არ გცემენ, სახალხო დამცველის აპარატში პასუხს არ გცემენ, გენერალურ პროკურატურაში პასუხს არ გცემენ, ტელევიზია არ გეხმაურება პასუხს არ გცემენ. არა ჩვენ პატიოსნად ვიქცევით ყველგან ვიცავთ ყველა იგლსში შევაგზავნეთ და აუხსენთ რომ მოვა კანონიერი მთავრობა უზურპირებული აქვს ეს ყველაფერი ამოქმედება 92 წლის 13 მარტის დადგენილება და ყველაფერი თუ დაიწყებთ მე არ იყოს ტირილი ჩამოგერწმევათ ყველაფერი და არაბეთსაც მივწერეთ ჩვენ ხო კი არაბეთის იმას მივწერეთ ემირატების სანამ პროექტზე საუბარი ნახეთ საქართველოს ხელისუფლება ეს ვაი ხელისუფლება თუ არაფორმალური ხელისუფლება რომ ქართული საქმის ინიციატორი იყოს ქალაქებიც უნდა ავაშენოთ და მე ამ სანამ ეს გახმაურდებოდა ერთი ძალიან მაგარი გულიანი ქართველი ემიგრანტია კანადაში იმან შემიხმიანა და ერთად გავცვალეთ მოსაზრებები და მისი ინიციატივა იყო რომ თუკი თქვენ ესე იგი ამას გაუკეთებთ ორგანიზებას ხელისუფლებასთან შეთანხმდეთ მოდი 2 მილიონი კაცი ვართ აქედან ბევრს ფინანსური პრობლემები ქონდა და იმიტომ წავიდნენ ხო ბინები ჭირდებათ მოდი ჩვენ გარკვეული პროცენტით ხელისუფლება 25%-ის ფარგლებში როგორც სააქციო საზოგადოება გავაკეთოთ სადმე თბილისის შემოგარენში გავაკეთოთ ან გორისკენ ან ზუსტად ასე გეუბნებით ავაშენოთ ქალაქი რომელიც ჩვენი ფულით აშენდება შემდეგ როცა ეს ყველაფერი გაკეთდება თავრობა შეუძლია თავისი 25% წილი გაყიდოს და ეს დარჩება ქართულ ხალხს ქალაქი თუ გინდა მიმართავ ეხლა ვისაც უნდა მიმართავდეთ ქალაქის აშენება თუ გინდა ამ სახლებიც ამიშენებია ძალიან გინდა აგიშენებია 54 და 100,000 გინდა აგიშენებია მილიონი არაფერი სხვაობა არ არის ხო ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს ქართული ქალაქში ფრანკსაც მივყიდით იმას ბინას და იტალიელსაც და რუსიც იყიდის და ხო ერთბაშად ერთიერი არ იქნება რომ რაღაცა შეცვალოს სხვა და ჩვენი იქნება ეს ქართული ქალაქი იქნება რომელშიც ჩვენ არ ვკეტავთ ქვეყანას და იქ გარკვეული პროპორციებია რომელიც არა არც გამოხმაურება არ ყოფილა აბა რა გინდა ვერ გავიგე ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მე სხვა შორის ვარ ერთ-ერთი კომიტეტის ფორმაზე ნამყოფი ეს წინა ათწლეულში იყო 2017-18 წელია თუ არ ვცდები ბექან ასვლიშვილი იყო მაშინ ქართულ ოცნებაში მახსოვს და აი ამ სხდომის მერე დატოვა საერთოდ ქართული ოცნება როცა ეს საპენსიო ეს რომ მოიგონეს დანამატები 2%-ს რო ვაჭრიან შემოსავლიდან და მიდის მაშინ კონდა სად მიდის ეს ფული ახლა თუ იცი და ბანკები ბატონო ეს კონდა სპატაშორის ახლა მე შეიძლება არ ვარ ამ ადამიანის მეგობარი სიმართლე რო თქვა და ბევრ საკითხს შეიძლება სხვა აზრის მქონდეს მაგრამ ჩემი აზრით მაშინ ძალიან სწორი ინიციატივა ქონდა მან შესთავაზა საკუთარი გუნდის წევრებს ესეთი რამ რომ ამ ფულით გამოვისყიდოთ ენერგეტიკის სექტორი და ეს იყოს სახელმწიფო საკუთრება აქციები მიეცი კაცო ან მეორე ვერსია ქონდა რომ ამდენი უსახკარო რო რჩება ბანკებისგან ზარალდება ავაშენოთ ეს საცხოვრებლები სოციალური საცხოვრებლები და ეს ხალხი ანუ ეს ფული ამაში გამოვიყენოთ შეიძლება კომუნალური საცხოვრებლები და ორივე ინიციატივაზე მიიღო აი მტკიცე უარი საკუთარი გუნდის წევრების მხრიდან და რატო ესეთი პრინციპული პოზიცია არაბებს მიყიდა უზარმაზარი ქალაქის აშენება უნდა და ეხლა მე საქართველოს ხელისუფლებას ჭალებში არაფორმალურ მართლს მიმართავ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეკლესიას მართლმადიდებელ ეკლესიას რომ მიწები გადასცა 13 წელია რატომ აჯანჯლებთ და არ ურეგისტრირებთ ეკლესიას ამ მიწებს გეკითხებით ანუ აქ საუბარია რომ მიხეილ სააკაშვილის დროს მოხდა გადაცემა და ეს მთავრობა არ ახდენს სააკაშვილის დროს კიდე გეუბნები მიხეილ სააკაშვილი ძალიან კარგად ვიცნობ კრიტიკაც არ დამეკლია მისთვის მაგრამ არის ობიექტური მომენტი ხო თავი თუ დაიღუპა მისი ბრალია თუ დაიღუპა თავი სხვისი არავისი ბრალი არ არის თუმცა რომ დაიღუპებოდა ეს მასთან მის კაბინეტში არაერთხელ მithkoms მისთვის ახლა მე გეკითხებით
თუ არა, იმიტომ არაძლევენ ეკლესიას, მე ძნელი წასართმევი იქნება. ეხლა რაც ქონდათ გადაცემული მართვაში წაართვეს ყველაფერი, მათ შორის ამ არაბების პროექტთან დაკავშირებით და გადაცემული მიწები დღემდე არ არის საკუთრებაში გატარებული, როგორც საეკლესიო მიწები, როგორც აი ახლა მე გეკითხები რატომ არ აძლევს. ამას აკეთებს ეს ხელისუფლება. ამას აკეთებს ეს ხელისუფლება. იმიტომ რომ ზოგიერთებს აქვს ესეთი წარმოდგენა, რომ ამ მხრივ ძალიან დიდი განსხვავება ხა ნაციონალურ მოძრაობასთან და ადრეს ხვანაირად თუ ვინმეს თავის მოშტერება უნდა მოიშტეროს, მაგრამ ქართულ ეკლესიაზე არავის მიუყენებია ისეთი დიდი დარტყმა, როგორც ბოლო 13 წელიწადში ქართულმა ოცნებამ და ამ მმართველობამ მიაყენა ქართულ ეკლესიას. თავი თუ გინდათ მოიტყუოთ, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ საღი ქართველების ფაქტებით და არა რაღაც ესე იგი ემოციური და პარტიული კუთვნილებები. პარტია კი არა, ქვეყანა გვეკარგება და არ დავდგებით ერთად და არ დავიცავთ ამ ქვეყანას. საქართველოში არის ყველანაირი რესურსი, არის ადამიანური რესურსი, საუკეთესო ადამიანები მოყვანილი იქნან ხელისუფლებაში, არის მატერიალური რესურსი, არის ფინანსური რესურსი, არის უბრალოდ ხელისუფლება, რომელმაც უზურპაცია გაუკეთა ძალაუფლებას და ეს ხელისუფლება წარმოადგენს მარიონეტულ ხელისუფლებას. ბატონ დავით, საინტერესო არის ალბათ ეხა ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთადერთი რაც შეიძლება ამ ყველაფერს წინააღმდეგეს და დაუპირისპირდეს არის ქართული ხალხის მართლაც დიდი გაერთიანება, დიდი ერთობა, ქართული საზოგადოების ერთსულოვნება. რას აკეთებს თქვენი ორგანიზაცია კონკრეტულად ამისთვის? აი თქვენ ახსენეთ, რომ გარკვეული წერილები მიწერეთ, მათ შორის მოწინააღმდეგე მხარესაც მიწერეთ წერილები. აი, რა ტიპის ღონისძიებებს მიმართავთ, რა ტიპის საინფორმაციო აქტივობები გაქვთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრი იყოს კონსოლიდირებული ამ მხრივ. თქვენ არ ხართ ამავდროულად ესეც ვთქვათ, რა თქმა უნდა, ერთადერთი ჯგუფი ხო, ვინც ამ თემებზე საუბრობს, არის პოლიტიკური ჯგუფებიც არიან დამოუკიდებელი ბლოგერები, რომლებიც უკვე მართავენ გარკვეულ აქტივობებს იქ ადგილზე. აი, რა თქვენ კონკრეტულად თქვენი ორგანიზაციის საქმიანობაზე რო ვისაუბროთ, როგორია თქვენი მუშაობის სტრატეგია აი ამ მხრივ? პირველ რიგში, აი კარგია რომ შეეხეთ ამას, ჩვენი მიზანია რომ აქ კრწანისის დასაცავად ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ქართველები. და არა პარტია, არა რაღაცა ის ყველა უნდა ვიყოთ ქართველი. ქართველმა კაცმა ქართული მენტალიტეტი უნდა დაიცვას და გადაარჩინოს თავის სამშობლო. ну აი ამაზეც ზოგიერთი წინააღმდეგია და იქ მოგვიწყეს იცით თქვენ ხო როგორი პოლიტიკური შეხედულება გაქვს თუ ისეთი პოლიტიკური შეხედულება გაქვს შენ რაღაცაზე შენ არა გაქვს იქ მოსლის უფლება კაცო ესენი იმ დროს დაბადებული თუ იყვნენ ახლა იყვნენ მაგრამ ისეთ პატარები იყვნენ ჩვენ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით სადიყვნენ ჯერ პატარ ბავშვები იყვნენ თურმე ჩვენ არა გვაქვს იმის უფლება ვინც სამშობლოს დამოუკიდებლობა აღვადგინეთ კრწანისი დავიცვა მეორეა კიდევ ის რომ ჩვენ ვცდილობთ ეხლა რომ ყველას მიმართოთ ამოვწუროთ ეს ის არა ქვია ოფიციალური მხარე ეხლა ჩვენ გამზადებული გვაქვს ბლანკი არ ფურცაზე პატრიარქზე მიმართვაც სხვათა შორის მე ცოტა ხნის წინ წავიკითხე ასავალ-დასავალში ბატონ ვაჟა ოთარაშვილის ძალიან კარგი მიმართვა პატრიარქზე და ახლოვით კვირაზე მეტი გავიდა მაგრამ პასუხი არც იმას არ აქვს რომ იცოდეთ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეხლა ასე ამ ქვეყანაში ჯერ არის საერთოდ ჯერ ღმერთია მე სამშობლო ხო მერია ინსტიტუციები და მე ყოველი ჩვენთაგანი ხო ყველაზე მაღლა ჩვენთვის ეხლა დგას სამშობლო და მისი გადარჩენა რას მიქვია კაცო პატრიარქი ხარ თუ მეუფე ხარ თუ ის ხარ პოზიცია არ უნდა გაგაჩნდეს პოზიცია როგორ შეიძლება არ გაგაჩნდეს როდესაც ჩვენი ქვეყანა ხელიდან გეცლება ყველაზე დიდი ინსტიტუტია ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს და ეს სიჩუმე ჩემი აზრით აი მე ჩემ აზრს ვიძახი ეს სიჩუმე არის ისტორიული ღალატი უნდა გაგვცეს პასუხი ჩვენ შევიტანთ ამ ოფიციალურ მართვას რომ
გამოხატოს პოზიცია პატრიარქმა თუ არ შეუძლია და იტყვის რომ ეს უკვე გადაცემული არაბულ კომპანიაზე და მისი საკუთრება დაასაბუთოს თქვას ხომ მე მგონი პატრიარქოს კომპეტენციაც უკვე ცილდება ესე სხვა პასუხი ეს უკვე ნორმალურია ესეც უნდა გაქვთ ამ პასუხი რა შეასაკ ის რომ ახლა ყური მოიყრუო და არც წადი და არ ჩამფური და აგვაცალონ ესე ქვეყანა ასე არ გამოვა ჩვენ მაშინ გადავწყვიტავთ მივალთ საპატრიარქოსთან აქციით უკვე მე თუ ვერ მივიღებთ პასუხს იმიტომ რომ ქვეყანა გვიქცევა თავზე აუცილებელი ჩართულობა ეს ალბათ მნიშვნელოვანესი არის ხო აუცილებელი იქნება მით უმეტეს პოლიტიკური დაბიძი არა საუბარი ვინმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა შეიძლება ამას ხომ არ ერიდება ამ შემთხვევაში ეს გასაგები არის ხელისუფლები ჩვენ რას ვეუბნებით რა გინდათ კეთო თანამდებობაც გთხოვთ ხელისუფლებას გთხოვთ ფულს გთხოვთ ჩვენი ქვეყანა არ უნდა გვინდოდეს რას ხიდი ეს ვინახარ საიდან მოსულ ხარ შენია ეს ქვეყანა თუ რა არის ამას 7 მილიონი კაცი შეეწირა ამ ქვეყნის დაცვაზე ინახარ როყიდი კეთო პასუხი სად არის აგერ ეკლესია იქნება სასულიერო პირი ჩვეულებრივი მოგალ ჩვენ არაფერი არ გვინდა ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა მე მოვილაპარაკებ წესებზე და ქართველი ხალხი როგორც გადაწყვეტს იმ ხელისუფლებას მოიყვანს მაგრამ რანაირ ხელისუფლება იცი რომელიც იტყვის ქართული სახელმწიფო არის ხელუხლებელი შენ ამას ვერც რუსეთში შეტენი და ვერც ევროპაში ვერ შეტენი ვერანაირი შინ მიმავალი კრეტინი ვერ იქნები და ამდე ჩtildeოეთში მიმავალი კრეტინი ვერ იქნები. რა თქმა უნდა. შენ ერთთანაც და მეორეთთანაც გინდა საუკეთესო ურთიერთობები, იმიტომ რომ ასეთია რეალობა. შენ გინდა შენი კულტურა, შენ გინდა შენი ენა და შენ გინდა შენი ხალხი. თორე ამ არაბებს რომ მივყიდოთ, ეს ქვეყანა იმდენი ფული აქვს, დამს დღესვე იყიდიან და რაღაცა გროშებს შეხვდება ქართველებს, მაგრამ 5 წლის მერე რო ჩამოხვალ ამ ქვეყანას ზღაპარი იქნება. ქართველების უვარგიცობის მაჩვენებელია დრო მოიტანა ეს უვარგიცობა, თორე სხვისი აშენებული ქვეყანა რა გვინდა ჩვენ თვითონ ვერ გავაკეთებთ ამას, რატო ვერ ვაკეთებ? იმიტომ კი არა რომ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ აი ასე დაწიხლეს ბოლომდე დაპრესეს ქართველები და დააკარგვინეს თავისი რწმენა. ამიტომ არის ქართველთა დიდი გაერთიანება არის სწორედ ამ ქართული სულის აღორძინების ერთად დავდგებით. მე მიხარია რომ უამრავ ადამიანს ხვდები რომელიც გულით ქართველი არის და თავის სიტყვას ყველა იტყვის და ამაზეა გათვლილი ქართველთა დიდი გაერთიანება. რო ყიდი ბიჭო თქვი აკვია ყიდი ვერ გავიგე აი გეკითხებით ახლა ისეთი ადამიანი ვარ რომელსაც გაგება შეუძლია ძალიან სერიოზული ამიხსენით და რო ყიდი შენია და ეს არ დავიცვათ ნუ გონია მთავრობას რომ იქ წანიში ტექნიკას ამუშავებს და იქ ხრას დაიწყებს იმისა ქვაბულისა და იმისა შემოკვდებით და არ გავაკეთებინებთ მაგას და ერთი მე ვნახოთ ვინმეს რო რაიმე მოვიდეს ერთი რა დღეში იქნება ხელისუფლება ამიტომ კარგად არ გეცმით ვიცი ფული როდესაც გიმონებს შენ არ გესმის რომ შენი ქვეყნისთვის როგორ შეიძლება გადადგა ნაბიჯი რომელიც შენთვის იყოს სარისკო ხო ზურია როცა ქვეყანაში ვითომ ხელისუფლებაში ყოფომ მეკთამეობამ უზარმაზარი ფული გაშოვნინა ეხლა შენ რისიმე გადამდგმელი ათასობით ქართველია ამ ნაბიჯის გადამდგმელი და ხელისუფლებას ვაფრთხილებ და არა ფორმალური ხელისუფლების გასაგონათაც ვამბობ ნუ ფიქრობთ რომ წააქციეთ ქართველები და ნუ ფიქრობთ რომ ამ ქვეყანას გადაულით და გაყიდით ვერ გაყიდით ბატონ დავით აი თქვენ ახსენეთ კიდეც და შეხვდა რა თქმა უნდა სოციალში ცირე ინციდენტიც იყო სხვადასხვა ჯგუფები რომლებიც იქ მონაწილეობენ ამ შემთხვევაში აი ბლოგერები არიან რომლებიც ადგილზე არიან უკვე და აქვთ იქ პროტესტი მე მინდა გითხოთ რამდენად ხედავთ იმის რესურსს რომ მოხდეს აი ამ თუნდაც ერთმანეთისგან დაშორებით მყოფი ხალხის თუ ძალების კონსოლიდაცია რატო გითხულობ ამას მე მინდა უბრალოდ ჩემი აზრით გამოთქვა არა იმიტომ რომ ვინმეს მიმართ შეიძლება სიმპათია მქონდეს პირიქით შეიძლება 1000 მიზეზი მქონდეს პირადი ანტიპათიისას რაზეც არც მისაუბრია არასდროს საჯაროდ მაგრამ მე როგორც უყურებ ამ პროცესს ეს არის მართლაც ისეთი საკითხი სადაც საზოგადოების კონსოლიდაცია არის იმდენად მნიშვნელოვანი რომ
ხომ არ არის უფრო სწორი რომ ეს პირადი სიმპათიები, პირადი ანტიპათიები ზუსტადაც რომ ჩვენი სისუსტეთ კი არა, ჩვენს ძლიერ მხარედ ვაქციოთ, რომ აი ამაში გვერდზე გადადებით დავანახოთ საზოგადოებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის არის ძალიან პრინციპული განსხვავებები, ამის მიუხედავად ჩვენ ამ საქმეში ერთად ვდგებით, ერთად ვდგავართ, იმიტომ რომ ეს არის ამ შემთხვევაში პროცესი არ უნდა დაზარავდეს და საზოგადოება არ უნდა დავაბნიოთ. იმ ხალხსაც მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, ყავს თავისი აუდიტორია, ყავს თავისი მსმენელები, ისინი თავისი ხაზით ცდილობენ, ასე ვთქვათ, ამ საკითხში აზრის კონსოლიდაციას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ყველას, ვინც ამ საქმეში აქტიურობს, მე პირადად უსურვებ წარმატებას. აი თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს, არის თუ არა შესაძლებელი, იმიტომ რომ მე მგონია ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, დაგსაქსულობა და აი რაღაც ერთმანეთთან კინკლაობა ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს კონსოლიდაცია, თუნდაც განსხვავებულ პლატფორმაზე მდგომი ადამიანების. მე ბატონ თენგო იქ ინციდენტი რომ მოხდა, იქაც დავაფიქსირე და ვთქვი რომ ჩვენ არამხოლოდ გაერთიანების სახელით, როგორც ქართველები ვდგებით იქ რომ გადავარჩინოთ რომ ვიღაცამ არ თქვა შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს გაერთიანება, ვიღაცას პარტია არ მოსწონს. აქ უნდა დავდგეთ უპირობოდ როგორც ქართველი. კი, მაგრამ ეხლა იქიდან ის ბიჭი თემო ბოკელავაძეც აქტივისტი რომ აქტიურობდა, ჩხუბითა და იმით გამოაგდეს ეხლა და ეს საქმე ძალიან კარგი ახალგაზრდა და ეკლესია გაწმინდა და რამე და აქვე მინდა რომ არ დამავიწყდეს მე ჩვენ გაერთიანებას შემოგწირეს სამშენებლო ქვა და მზათავართ გადავცეთ და აშენდეს ის ეკლესია შუამდე როა ამოყვანილი ამ ტყეპარკში. სხვათა შორის ყველა ილია მეორის იმას ანდერს ახსენებს ხოლმე და 2004 წელს დაიწყო მისი ლოცვა კურთხევით ამ ტაძრის აშენება და შეასრულა, მაგრამ ქვას ჩვენ უსასყიდლოდ გადავცემთ. ხო გესმით ასე ვიძახით. ეს უნდა იყოს, აქ არ უნდა იყოს პარტიული ნიშნით დაყოფა, არც რაღაცა გაერთი, აქ უნდა მიხვიდე როგორც ქართველი და არავის არ აქვს ექსკლუზიური უფლება რომ ვიღაცის საკუთრება, ვიღაცის ის არის, ეს აწყობს ნახეთ დაუკვირდით, ეს აწყობს ამ სისტემას. იქიდან თუ ჩამოიშორებენ ასეთ პატრიოტულ ხალხს, ამიტომ ჩვენ გაგვიჩნდა დიდი საფუძვლიანი ეჭი, რომ ეს იმართება უშროებისაგან. კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო. ჩვენს აქციებზე იცით თქვენ რომ ვერავინ ვერ გვართავს და ვერც ნურჩ შეეცდებიან. ყოველთვის მოდის შკოდები და უშროება და იღებენ ყველაფერს აფიქსირებენ. არა, დააფიქსირონ, მაგრამ ახლა ნახეთ იქ რა მოხდა კწანიში. შემოვარდა ახალგაზრდა ბიჭი უნომრო მანქანით, დაარტყა აქციის ერთ-ერთ წელს, გადარჩა წააქცია და მარცხენა ფეხი ატკიდა, კიდევ კარგი რომ მოტეხილობა ჰქონდა. ეხლა კი და გაიქცა. უნომრო მანქანა შეიძლება ქალაქში დანავარდობდეს? სად არის უშროება? ვინ იყო ეს ადამიანი? ვინ იყო ეს და რაღაც ჩვენს მიტინგებზე ხდება რომ მანქანით შემოვარდა და ხალხს უნდა დაარტყას კაცო. და მაგალითად არ ქონდა სანომრე ნიშნები. არ ქონდა სანომრე ნიშნები. გაიქცა და წავიდა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც თქვენ აცხადებთ, ეხლა მით უმეტეს იურისტი ბრძანდებით და ეხლა ვინ დააფიქსირებს, არ ვიცი კამერები თუ არის. რა დონეზეა და როგორ არის? ამოიღონ და ნახონ, რა ვიცი მე ხო და ჩვენმა დავდგეთ ეხლა ისტორიული მნიშვნელობის საქმე გვაქვს გასაკეთებელი. თუ ჩვენ ეს დავთმეთ, საქართველოს დამთავრდება. კარგად ესმის ეს ბატონ დემურისაც და ჩვენს. აი ერთ მომენტს ვიტყვი, აი ბატონმა დავითმა რაც თქვა. დაუშვეთ წმინდა ყოფით დონეზე არ მოგწონთ დემურ გიორხელიც. ან დავით ჭაბუკაშვილი არ მოგწონთ. ესე იგი კიდე დაქცეულა ეს ქვეყანა დავით ჭაბუკაშვილი არ მომწონს, გიორხელიძე არ მომწონს, ამიტომ პატრონიც გადაუშენდა ამ ქვეყანას. რა ლოგიკაა ეს? ნუ მოგწონო, არა მე თუ ვამბობ რომ სახელმწიფო გადატრიალება აგერ იურისტი ბრძანდებით და იცით ხო სახელმწიფო გადატრიალება და კონსტიტუციური სახელმწიფოს დამხობა იყო უდიდესი დანაშაული, რამაც ქვეყანა დღემდე ხედავთ თქვენ განადგურებამდე მიიყვანა და ამას რადგან ვამბობთ რომ ეს იყო ყველაზე დიდი დანაშაული, თურმე ამას რომ ვამბობთ რომ იქ საპატრიარქომაც მაშინ შეეძლო უფრო დადებითი პოზიცია, დადებითი პოზიცია. ერთ-ერთი უდიდესი ტრაგიკული. ნახეთ ხო, ცნობილია.
ცნობილია კაცო, აგერ გაგზავნილი დოკუმენტებიც, აგერ გუშინ დავდე მე კიდევ ერთი ახალი დოკუმენტი, ზუსტად გამსახურდია უგზავნის წერილს პატრიარქს, რომ ქაშვეთში იარაღი შეიტანესო, უწმინდესო და გვიშველეთო რაღაცა არაფეთქდესო და უბედურობა არ დაზიანდესო, ტაძარის დაზიანებაზეც იყო ხო ლაპარაკი. შეიძლებოდა ამაზე ყურისმოყრუება ხო შეიძლებოდა. ჩვენ ვერ არ ვიცი ხლა ჩვენთვის სიმართლეა, სწორია ჭეშმარიტება და არა ვინც არ უნდა იყოს. ბატონო, ნებისმიერ შემთხვევაში და ამის გამო მე მეგრელება სამშობლოს დაცვა თუ სწორი პოზიცია მიჭირავს? საოცრად გეთანხმებით, იმიტომ რომ მე მომისმენია განსხვავებული პოზიციაც ამ ყველაფერზე. ყველაზე რაღაც თავისი არგუმენტია გამხრი, მაგრამ ეხლა აი ამ მომენტში რამდენად არის ამისი განხილვიზრო და ეხლა რატომ უნდა ვეძებდეთ ერთმანეთთან? აი ზუსტად ამან გამაკვირვა ზუსტად მე რომ მისული ვარ სულ ყველანი გაერთიანება კრწანისის დასაცავა და თქვენის არა ხართ პატრიარქსა და 91-92 წლის გარჩევას მიწყებენ იქ გარეთ. ამის დრო იყო. ასე ერეკლემები ჯარში მუსულმანები და ქრისტიანები ერთად იბრძოდნენ საერთოდ. ეს მოსალოდნელი იყო კიდევ უფრო მეტის მომლოდინე ვარ ჩვენ, მაგრამ ჩვენი პოზიცია ურყევია, მე შემიძლია ძალიან დიდი თავდაჯერებით გითხრათ, დარწმუნებული დავით ჭაბუკაშვილში, დარწმუნებული გიგლა გობეჩიაში და ასე შემდეგ, რატო იცით? ჩვენ უანგაროდ შევიკრიბეთ. უანგაროდ გავუზიარეთ. ყველა ბახტაძე, ერმილენებსა და ყველა ვინ ჩვენთან არიან, კაცო, ყველა არის პატრიოტები უზომო. ახალგაზრდები არიან, ძალიან ღონიერი ადამიანები არიან. არაფერი არ გვინდა, მაგრამ მე წლების წინათ როცა არ იყო გაერთიანებაზე საუბარი დამოუკიდებლად ვამბობდი, დარწმუნებული ვარ და გავახმიანებ ახლა, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა თუ საქართველოს დღევანდელი უკანონო ხელისუფლება იქამდე მიიყვანს საქმეს, რომ იმ აუცილებლად მინიმალურ რაოდენობას საღი ქართველებისა დარწმუნდებიან, რომ საბოლოოდ იკარგება ქვეყანა, დარდგება კიდე გეუბნებით, ღია ტექსტით გეუბნებით, აუცილებლად დადგება სამოქალაქო დაპირისპირების მომენტი. იმიტომ რომ ორი მომენტია, ან უკიდურესობაში მიყვანილი ქართველები ან გაიბრძოლებენ, ან და დაკარგავენ ამ ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ისინი გაიბრძოლებენ და რა მოყვება ამას ძნელია ამის თქმა, მაგრამ დათმო ეს ქვეყანა და როგორც ყურბანასავით გაგრეკონ ამ ქვეყნიდან და გაგიშენონ არაბული ქალაქები, არ არის ეს არაბული, პარალელური ებრაული პროექტები მიმდინარეობს, რომელსაც ნიღბავს ეს ხელისუფლება ყველა ებრაელი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ სიონისტები სულ სხვა რამე არის, ხო? მე გავიზარდე ქუთაისში ებრაელებთან ძალიან ახლო ურთიერთობა, ჩემი დედული ქუტირი 6 კილომეტრით კულაშიდან 56 წლიდან მახსოვს კულაში და ეს უნიკალური რო იტყვიან საოცარი ადგილი ებრაული ტომისა. ამიტომ ჩვენ აქ ებრაელების საწინააღმდეგოდ კი არაფერს ვაკრობ. სიონისტური მიზნები ვიღაცა გათავხედებული გამოიყვანეს ამ კანალიზაციის ტელევიზიაში და ცოტი ცხოვლის ქვევით და სინაგოგა არისო, რაო, ჩემო ძმა, ხوار დავანგრიოთ ის ცოტი ცხოველი და სინაგოგა ხوار ავაშენოთ, მან რისი პრელუდია იყო ეს. ამიტომ ღიად არაფერი დაცა მე ვთქო უშიშროების სამსახური, სადაც ქართველთა დიდი გაერთიანება იქნება, იყავით ყველგან. ჩვენ არაფერი დასამალი. ამ ქვეყნისთვის გაკეთდება ყველაფერი. მე არაერთ ადრინდელ გადაცემაში მithქვამს, მათ შორის ცნობილი ადამიანების ტელევიზიაშიც და მithქვამს, რომ საქართველოს შენარჩუნებული იქნება იმ ფასად და გაღებული იქნება ის მსხვერპლი, რაც აუცილებელი იქნება მის შესანარჩუნებლად. მორჩა, ეს არის ანი და ჰოე ყველაფრის. საინტერესოა ხელისუფლების მხრიდან თუ ყოფილა რაიმე, არ ვიცი, ესე კომუნიკაციის მცდელობა, ან თუ გაქვთ იმის იმედი, რომ ხელისუფლებასთან რაიმე ფორმით კონსტრუქციული
პოზიციები შეიძლება მათ დაიკავონ თუ აი ამ ხრივ თუ გაქვთ რაიმე აქტივობა ეს დავითიც მიმართ ქონიათ დიდი სიყვარული. არა, გვარგიჟდები ეს, მაგრამ სხვა შორის ახალგაზრდებს ერთი კომიკური რომ მიაწვევი უკან დახევა იციან, მიშამ არ იწოდა. ერთი კომიკურ რაღაცას გეტყვით აგერ. როდესაც 24-ში აქცია ქონდა 24-მდე სამჯერ მიგვიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ მსვლელობისთვის აგვეღო ის თანხმობა. ეხლა გამოცდილი იურისტი ყავდა ყველაფერი სწორი იყო და ბოლოს მიზეზად მოიდეს ბოლო დღეს რომ დასასრული არ წერია და არა წერია კაცო აგერ ვიწერე 20 საათი და 30 წუთი წერია გადაღებული იყო ყველაფერი ბლანკიც ყველაფერი 24-ში ხო აქცია გქონდა და ფოსტიდან მირეკავენ 27-ში წერილი მოვიდაო ანთახმობა ანუარი. 24-ში აქცია ჩავატარე და 27-ში რაღაცი მჭირდება ანთახმობა და ანუარი. კომიკური არ არის. ესე იგი განა ჩვენ დაგწინიან, კანონსაც დასწინიან. არავით არ იმედი არა გვაქვს. და მე ერთ რამეს ვიტყვი, ამიტომ ვამბობ, მე აქ კაცო ვინმე სიძულვით კერო სამშობლოს სიყვარულით ვამბობ, რომ ყველაზე დიდი ძალა არის სასულიერო პირები და პატრიარქი, ახალი პატრიარქი ყავს. როგორ შეიძლება ვინმე მეტყვით რომ შეიძლება პოზიცია არ კონდეს არ დააფიქსიროს ამხელა ამბავი რომ არა ნახეთ ესეც და დავით გარეჯიც ხო ჩვენ ხო ასული ვიყავით ბატონდებურ პატრიარქი ავიდა იქ მაგრამ ლავრაში ავიდა და იმას აქნა იქ ლოცვა ჩაატარა და მაგრამ იქ რომ გამოიარდა გზაზე აკრძალვა ჩიშჩიტური და ბერთობაში ვეღარ შევდივართ სულ პატარა ნაწილზე ხომ შეიძლება რომ რაღაცა პროტესტი გამოერქვა კაცო ეს ხო მართლმადიდებელი ეკლესიის რა ვიცი ეს შვეტია და შვეტი და ფუნდამენტია და ახლა მე არ ვიცი ახლა თუ პატრიარქი ამოიღებს ხმას და პოზიციას დააფიქსირებს ეს იქნება საშუალო ჩვენ შევუწყოთ ხელს და გვერდში დაუდგებით თუ პატრიარქი არ ამოიღებს ხმას და პოზიციას არ დააფიქსირებს საპატრიარქო წმინდა სინოდი მაშინ ჩვენ გვეცოდინება და ვეთქვით ხალხს რომ მარტო მოგვიწევს ბრძოლა ჩვენ არ დაფიქსირების შემთხვევაში არანაირ ნეგატიურ განწყობებს არა ნეგატიური ახლა თვითონ ეკლესიისადმი არის უზარმაზარი რა თქმა უნდა ახლა თოფს ხوار დავიჭერთ ხელი გამოსვლა თუ იქნა ვინმეც დავითს აბრალებენ რაღაცას მაგრამ კრიტიკა ჩვენ ყველა ვარიანტში რანაირიც არ უნდა იყოს ვიქნებით პატრიარქის გვერდით და ეკლესიის გვერდით მაგრამ ჩვენ დამოუკიდე იმიტომ რომ ჩვენ ვართ საერო ხალხი საჯარო პირები თუ ჩვენ ვერ ვაიძულებთ ისეთ ინსტიტუციას ფუნდამენტალურ რამეს რომ პოლიტიკური ნაბიჯები გადადგას გამორიცხულია აქ მხოლოდ ნებაყოფლობით ფიქსაციაზეა საუბარი თუ არა და ყველა ქართველს მოგმართებთ ახლა ჩვენ დამოუკიდებლად მოგვიწევს ამის გაკეთება იმიტომ რომ სხვა ძალა არ არის ძალიან კარგი თემას შეეხება სხვადასხვა ჯგუფებია ძალიან კარგია რომ სხვადასხვა ჯგუფებია თუ შენ მართლა გულწრფელი ხარ შენი ქვეყნის დაცვაში მე და შენ ერთად დავიცვათ კაცო ეს და მე შენ შენად დარჩები მე ჩემად დავრჩები მთავარია ეს აქ ყველანი ვიყოთ ერთად და სოლიდარული ასეც იქნება აი მერწმუნეთ და გეუბნებით მე ემოციურად არ მშვენ ასეც იქნება მე დავლაგდებით მოვილაპარაკებთ თამაშის წესებზე და ღმერთთან უკნათ საქართველოში ყველას ერთნაირი ტანსაცმელი ეცვეს ყველა ერთნაირ ფრაზებს ლაპარაკობდეს ყველა ერთნაირად აზროვნებდეს არა ჩვენი სიმდიდრე არის სწორედ ის რომ ჩვენ დალაგებული გარემო გჭირდება რომ ქართული ნიჭი და უნარი განვითარდეს დავით გარეჯეც რა არის იცით აი ეს დავამატებდი რომ აი კრიტიკა კიდევ სუბუქი ნათქვამია ისაც ჩვენ გადავიტანეთ ხო თქვენგო ტრაგედია წარმოიდგინე ახლა განდევნილები ვიყავით ჩვენ განდევნას ვინჩიოდა სახელმწიფო დამოუკიდებლობა დაამხეს თბილისი გადაწვეს ბიჭები ჩახოცეს პრეზიდენტი მოგვიკლეს და მოვიდნენ ყაჩაღები ხო გვამები ეყარა სულ და მე კიდე რა უკვე სამეგრელო ჩვენ კრიტიკა კი არა გასულ ეს რომ ამას ჩვენ რატომ ლაპარაკობთ იცით რომ აი იმ ბარაბასგიდან გამოვიდეთ
ფუნდამენტი არის ისეთი, რომ აქ არ აშენდება სახელმწიფო. ეს სახელმწიფო სულ დაინგრევა და ქართველების გენოციდი. ადამიანები, ქართველები ასე გააგრძელებენ ურთიერთობას, ქართული სახელმწიფო არ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ იმიტომ ვამბობთ ამას, რომ სწორ ლელსებზე გადმოერთოს ისე სახელმწიფო. ნებისმიერ ვარიანტში თუ არ უნდა მე ვფიქრობ, ეს არის იმის ბრალი და ალბათ აი სახელმწიფოს მთავარი პასუხისმგებლობა ამჟამინდელის ყოველ შემთხვევაში არის ის, რომ ყველა ამ პროცესს არ მოჰყვა სათანადო სამართლებრივი პოლიტიკური შეფასება, იმიტომ რომ არ უნდა იყოს ეს აი ამ სტუდიაში გასარჩევის საკითხი, ხო? მხოლოდ და გინდა სხვა სტუდიაში და ყველას თავისი აზრი აქვს, ყველას თავისი არგუმენტი აქვს. აქ რო არსებობდეს სახელმწიფოებრივი პოზიცია, ეს იყო შეფასებული და არსებობდეს დოკუმენტი, სადაც იქნება დაწერილი ღიად რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ არის პასუხისმგებელი და რას თავარეს პასუხისმგებელი პირები რაღაც ფორმით აუცილებლად სულ რო გავიდეს, არ ვიცი, კიდე დიდი დრო რაღაც ფორმით მათ მიმართ პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სახელმწიფოს მხრიდან. აი, ამას არ აკეთებს ხელისუფლება. შეიძლება ერთ როგორც იურის კითხვა დაგისვათ? კი ბატონო. აი 31 მარტს ბრიფინგი ჩავატარეთ თავარ პროკურატურასთან და ოფიციალურ ბლანკებით მოვითხოვეთ 34 წლის მანძილზე რა გამოიძიეს პრეზიდენტის ყრილობასთან დაკავშირებით. რამდენ ხანში უნდა გვაცნობონ და ვალდებულები არიან თუ არა გვაცნობონ პასუხი. რა თქმა უნდა არიან ვალდებულები. კანონით ხომ? არ მომხდარა რა ვქნათ ახლა ჩვენ კომბლები ავიღოთ? რა თქმა უნდა ზოგადად ამ ჩვენი ბიუროკრატიული აი რა გავაკეთოთ, როგორ ვებრძოლოთ ახლა ჩვენ იარაღს არ ვკიდებთ ხელს, ხო? სად დარჩა სამართლებრივი სივრცე? ჩება ერთადერთი რამ, რისკენაც არის, არ იქნება ძალა, ეს ხელისუფლება არ გეთანხმებთ, მაგაში აბსოლუტურად გეთანხმებთ. ქართველთა დიდი გაერთიანება, ანუ ყველა სახი ქართველის ერთად ყოფნა საერთო ქართულ საქმეში არის ის ძალა, რომელსაც ვერ გადავა ვერანაირი ხელისუფალი. დავით გარეჯეც მინდა გკითხოთ გადაცემის დასასრულს ჩვენ ეს თემა არ დაგვიანოსებია დღეს ასე ვთქვათ, მაგრამ ალბათ არის ეს ის თემა, რომელსაც ყველაზე უფრო ხშირად ვეხებით ამ სტუდიაში ხოლმე, იმიტომ რომ არ ვიცი ხა, ეს არის საკითხი, ჩვენ აი ისტორიიდან ვიცით, რომ რომელიღაცა წელს დაიკარგა რომელიღაცა ტერიტორია, ჩვენ ეს არის საკითხი, რომ დღეს აი ჩვენს თაობაში ამ წუთებში იკარგება საქართველოსთვის. ნახეთ, ყველაზე დამრთგულველი რა არის, იცით, როცა ადიხარ იქ და ჩვენ ბოლოს როცა ვიყავით, შენ გეუბნებიან, რომ ამის იქით არ შეიძლება. იქ ვერ შეხვალ, აქ ვერ შეხვალ. ვერ ვიტყვი ცუდად, იმიტომ რომ მოვიდნენ მანქანით ორი მესაზღვრე ძალიან თავაზიანად. არა, კარგი ისინი შუაში და ძალიან მორიდებული იყვნენ, მათაც ესმით ეს ყველაფერი, მაგრამ მე ახლა როგორც მოქალაქე გეუბნები, მე მინდა როგორც შევდივარ გელათში, როგორც შევდივარ მოწამეთაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შევიდე გარეთში, კაცო, ფანტასტიკური რაღაცაა, ხო, ვიცით რაც არის, ხო? გეუბნებიან, აქ გადაკეტილია, აქ არ შეიძლება, აქ არ შეიძლება, აბა რა შეიძლება. მე ბოლოს მოვასწრე. მაშინ გითხარით, დამთავრდა ეს თემა? მოდით, წესიერი ხელისუფალი რასიზამს იცით? იტყვის, რომ აი შექმნილი მდგომარეობა, კარგია, ცუდია, ამას არ გეუბნებით. პასუხისმგებელი რომ ჩვენ ძალებს აღემატება ამ საკითხის გადაწყვეტა და ჯერჯერობით არის ასე. პასუხი არც საიდან არ არის, არც მთავრობიდან, არც საპატრიარქოდან. აზერბაიჯანი უნდა გამოვაცხადოთ მტრად და ამის გაკეთება არ უნდა საბოლოო ჯამში ხელისუფლებას არა და რასაც ისინი აკეთებენ ეს არ არის კეთილმეზობლური ქცევა. არა, რა თქმა უნდა, ხო სტრატეგიული სიმაღლე მინდაო და რისთვის გინდა მე უნდა მესროლო იარ არის. თანხმობით არის გაკეთებული. არა და ამ ხელისუფლებისთვის ეს მახსოვს ერთ-ერთი არჩევნები იყო სერიოზული საარჩევნო თემა მაშინ და ყველაზე უფრო დაბალი რგოლის მოხელეები დააკავეს მაშინ და დღემდე პატიმრობაში არიან რომ მათ ორ კარტოგრაფზე გადაწყდა საბოლოო ჯამში ჯოხი ახლა ხო კარგად გვესმის რომ როდესაც ასე საკითხი ეხება კარტოგრაფები არ ბრიშუაში ნახეთ მაგათ საქმესთან დაკავშირებული ადამიანებისგან მსმენია რომ ვიღაც გვარს ასახენებენ არა ქართული გვარია ესენი როგორ მოიპარეს რუკები როგორ ილიჩოვა და მელაშვილი ხო ესე წარმოიდგენია თქვენ რა დღეშია ქვეყანა გავიგე მაგრამ ჯერ კიდევ აი ივანე ჯავახიშვილის რედაქტორობით გამოცემული დიდი რუკა შემთხვევით ნაგავში გადაგდებული აღმოაჩინა ერთ-ერთმა ადამიანმა ეს ძალიან ისტორიული რუკაა და მოგვიტანა ჩვენ 2 მეტრი 1 მეტრაზეა ნახეთ სად არის დავით გარეჯი სად რა საზღვარი საზღვარი არის აი და დავით გარეჯი არის აქ ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ ხო და ნუ ხო გასაგებია რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას რო ზდომოდა ამ ხრივ ინტერესი მე მახსოვს აი როცა ალიევი იყო ჩამოსული ბოლოს თბილისში
და კობახიძესთან ერთად გამართა პრესკონფერენცია, ქართველი ჟურნალისტები არ დაუშვეს პრესკონფერენციაზე, რომ სწორედ დავით გარეჯის საკითხზე არ ყოფილა. კი, ესე იყო, კი. ასე იყო. ეს ხელისუფლება რომ სუფთა იყოს მაგამ ბავშვი დარწმუნებული ვარ სხვა. არ არის სუფთა. ყველა ინფორმაცია საქართველოში ფაქტურად გინდა ხელისუფლების უმაღლეს ელონებში იყოს, გინდა რა ვიწრო წრეში ყველა ვარიანტში ჟურნალს. რა თქმა უნდა. ნუ აქ ჩემი მაინც დაკვირვებით მხოლოდ ქართველი ერი თუ იბრძოლებს, თორე აღარავის იმედი არ გქონდეთ. მე აღარა მაქვს იმედი აღარც. ეხლა იაკობის იმედი რა უნდა მქონდეს და სპირიდონიზა იმათი სავსე არის მილიონერები და იმითი გამყიდველებით. იქ არ არის პოზიცია, ხო ხედავთ თუ არა, რამდენი წლები არ აქვს პოზიცია. გინახავთ ვინმეს გაეპროტესტებინოს ან დავით გარეჯი და ან რა ქვია, კწანისის ტყეპარკი არაბული ქალაქების აშენება ან გონიევში, ვინმეს აი მაჩვენეთ თუ ისმეს პროტესტი გამოუხატავს. ერთი იობი იყო ასული როგორც მახსოვს დავით გარეჯი, ეს იყო და ეს ოფიციალური საპატრიარქოს პოლიცია არ არის და როგორ შეიძლება ეს იყოს? ეს არის ერთადერთი გადარჩენის გზა. ჩვენც უბრალოდ ველოდებით დროს თუ არა და ჩვენ მუშაობთ ჩვეულებრივ და ყველას მოგვართავთ რომ ჩვენ არ შეიძლება რაიმე იმედებზე ვიყოთ, იმიტომ რომ აი რა არის იცით ეხლა არ არის ისეთი სიტუაცია რომ აი თქვა სპრინტერულად სადღაც მივარდე და უცებ რა არა მაგრამ ეს არის მარათონული დისტანცია ჩვენ არა გვაქვს ძელი დრო ჩვენ გვაქვს სტაიერული ცოტა ისეთი საშუალო ვადიანი დრო და ამ საშუალო ვადაში ჩვენ იმდენად უნდა ვიყოთ მობილიზებული რომ ამ ქვეყნის საფრთხე თავიდან იქნას აცილებული. თორე მომზადებელი ხალხისთვის, როდესაც ფაქტის წინაშე დაგაყენებენ, მე გინ ტელევიზიებში დავჯდეთ, გინ თავდაყირა დავდგეთ, დარჩენილი ხალხი არის სრული უიმედობა და უპერსპექტივობა. დიდი მადლობა ბატონებო გადაცემაში მოგბრძანებისთვის. ჩემს მხრივ გისურვებთ წარმატებას, სხვა შორის აი თქვენი გაერთიანება, ეს ქართველთა დიდი გაერთიანება, საკმაოდ იშვიათი მოძრაობა არის, მხრივ რომ ძალიან ბევრი სპიკერი ყავს ამ გაერთიანებას, მხოლოდ მივეჩვევით საქართველოში რომ ასეთი მიზანი ან ორი ადამიანი წარმოადგენს ხოლმე. თქვენ შემთხვევაში აი ძალიან მრავალფეროვანი არის, ასე ვთქვათ, ეს სპიკერთა ლოჟა. ასე რომ მომავალშიც თენგო არა მარტო ის ვთქვათ, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობს მათ შორის ემიგრაციიდან და ასე შემდეგ. ჩვენ ყავს ძალიან კარგი ახალგაზრდები. ძალიან კარგი საშუალო თაობა, რომელიც ჩვენი პირობების გამო ჯერჯერობით ვერ მოახერხეთ ის, რომ ძალიან გავახმიანოთ ეს ხალხი, თუმცა არ იფიქროთ, რომ აკლია ამას ახალგაზრდები გაცილებით მეტია, ვინც გარკვეული მოსაზრებების გამო და საშუალო თაობა თავს იკავებს აქტიურობისგან, თუმცა ჩათვალეთ, რომ ისინი ქართული გაერთიანების და თავისი ჩვენს გვერდი დგომა არის ჩვენ სხვაგან არ დგავართ ამ ქვეყნის გვერდი დგომა, ამიტომ ჩვენ არც პარტიული ინტერესი გვაქვს, მაგრამ გვაქვს დიდი ინტერესი და ამას ეს რომ დიდი ინტერესი არის სერიოზული ძალა, ამას აუცილებლად დაინახავს ის, ვისაც არ უნდა დაჯერება იმისა, რომ ასეთი რამე შეიძლება გაკეთდეს. მადლობა ჩვენის მხრივ, მზად ვარ ყოველთვის რომ ახალგაზრდებთასაც მათ შორის და ეს ჯანსაღ ინიციატივებს ყოველთვის დავუთმოთ ჩვენი სტუდია და იმედი მაქვს რომ ამ მხრივ გვექნება თქვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. მადლობას მოგახსენებთ, დაგემშვიდობებით, შევახსენებთ ტელემაყურებელს, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ქართველთა დიდი გაერთიანების დამფუძნებლები, ბატონი დავით ჭაბუკაშვილი და ბატონი დემურ გიორხელიძე. მე მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და ერთმანეთს პარასკევს შეხვდებით, კარგად ვსანდებოდეთ. მადლობა.